ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საქმეში არანაირი ფულის გაფლანგვაზე საუბარი არ არის და გარკვეული დარღვევების მოკვლევა მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით კი კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება ელექტრომოძრავის შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ მიზნით 3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რამდენიმე მისამართზე შხრეკაც ჩატარდა. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის შემდეგ აუდიტის სამსახური ევროპულად მოხდება ყველა უწყებაში და მოვაკეთებადი სამსახური. მუნიციპალიტეტში მუშაობს 50,000-მდე თანამშრომელი, არის უამრავი მერის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებული უწყება, შესაბამისად გარკვეული დრო ჭირდება როგორც შემოწმებას, ასევე კონკრეტულ კომპანიებში შესაძლოა რომ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს იყო 1 წლისი, 2 წლისი, 3 წლისი. არანაირი ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი. ერთი წუთი არც იცით კაცო რაზეა საუბარი, ხო? იყო გარკვეული დარღვევები, შეიძლება საერთოდ არც არაფერი არ იყოს. იყო გარკვეული დარღვევები და მიმდინარეობს ამის მოკვლევა. ძალიან მარტივია. პროკურატურის განმარტებით გამოძიების დაწყების საფუძველი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შესაძლო დანაშაულის თაობაზე შემოსული წერილი და შემოწმების მასალები გახდა. თბილისის მერის განცხადებით აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა აუდიტის ფარგლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ელექტრომოძრავის შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს შორის მეტროს მოძრავის შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლა, რის შედეგადაც კითხვები გაჩნდა და მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით მთავარ პროკურატურაში გაიგზავნა.